მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე, პალიტრა ნიუსის არხზე. მაშასე გილოცავთ, საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ყავს, როგორც იცით, მეუფე შიო მუჯირი გახდა საქართველოს ქვეყნის 152 კათოლიკოს პატრიარქი, საპატრიარქო ტახტის მოსახდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. იცით, რომ მინიმუმ საჭირო იყო 20 ხმა, რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისის და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა გაუქმდა 1 ხმა. ასეთი არის შედეგები. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 152 კათოლიკოს პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მესამე განაცხადა, როგორც ახალ არჩეულმა პატრიარქმა აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10 საათზე. შიოს პირველი კომენტარი, მეუფე შიოს პირველი კომენტარი, პატრიარქ შიოს, ასეთი არის: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასუებით. ამის შესახებ განაცხადა მეუფე შიომ, როგორც გითხარით, საეკლესიო კრებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ხმის დამხმარებელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ანანია მას მიმართა იღებდა თუ არა კათოლიკოს პატრიარქის უღელს. კრებამ ახალ არჩეული პატრიარქისგან დასტური მიიღო, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს პატრიარქი აირჩია, როგორც გითხარით, და ის არის მეუფე შიო და მას შიო მესამე ეწოდა. მილოცვები ბუნებრივია არის საერო ხელისუფლებისგანაც, მაგალითად მილოცვა არ დაახანა ბუნებრივია ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა, სრულიად საქართველოს ულოცავ კათოლიკოს პატრიარქის არჩევასო განაცხადა მან. ასევე ბუნებრივია მილოცვა იყო შალვა მიხეილ ყაველაშვილისგან, თქვენო უწმიდესობა და უნეტარესობა უდიდესი პატივისცემითა და მოგრძალებით გილოცავთ პატრიარქად არჩევას, წამს რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო გამტკიცებდაო თქვას. მილოცა პატრიარქად არჩევა გერმანიის ელჩმაც პიტერ ფიშერმა დაწერა ულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს უკვე შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებო. ასევე ბუნებრივია მილოცვები იყო პარტიების მხრიდანაც, ჯერჯერობით რასაც ვხედავ აქ მაგალითად ინტერპრეს ნიუზზე, ეს არის პარტია გახარია საქართველოსთვის, შიო მესამეს წარმატებას უსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში, გჯერა რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენათო დაწერა გახარიას პარტიამ. ლელო ძლიერი საქართველოს განცხადებაც შემოგხვდა, გჯერა რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ისტორიულ მისიას და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევის საქმეშიო წერია ლელოს განცხადებაში. ბუნებრივია შალვა პაპუაშვილის მილოცვაც არის უფლისნებით საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესიაო, ამბობს ბატონი პაპუაშვილი. მეუფე ზენონის განცხადებასაც გაგაცნობთ, იცით რომ არ იყო მომხრე მეუფე შიოსი, მეუფე შიო არჩეულ იქნა ხმათა უმრავლესობით, ამბობს მეუფე ზენონი, კათოლიკოს პატრიარქის პატივში მას მხოლოდ კარგს უსურვებ, არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც პოზიციის გამოხატვა. მეუფე იობს გამოუცხადე მხარდაჭერა, ანუ მე ხმა მეუფე იობს მივეციო თქვა მან. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი, ვფიქრობ სინოდი მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი, ვფიქრობ სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგასო, განაცხადა მან. მეუფე ანდრია ამბობს, სავარაუდოდ უახლოს დღესასწაულზე მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ იქნებიან ჩვენთან, რაც შეეხება საპატრიარქო რეგალიებს, ალბათ გამოვიყენებთ ილია მეორის შესამოსელსო. თქვა, ეს უკვე ინტრონიზაციაზე არის საუბარი, როგორც გითხარით. საინტერესო არის ასევე მეუფე ისაიას განცხადება, იცით რომ მეუფე ისაიას სურდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს და უთხრესო დიპლომი არ აგაქვსო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება. წმინდა სინოდი ყველა
შეეხიდება მას მსახურებაშიო თქვა მეუფე ისაია. ბუნებრივია დღეს ჩვენ სამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში ლეონ აბაშიძე თეოლოგი, ნუგზარ ბარდაველიძე რელიგიათსადე იქნებიან ჩვენს სტუმრები. მოგესალმებით, გამარჯობათ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ფაქტობრივად ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. 50 წლის განმავლობაში პირველად ყავს ახალი პატრიარქი. ილია მეორე 78 წელს აირჩიეს 1977-ში, დეკემბერში ასე თქვა. 1977-ში დეკემბერში, რამდენიმე დღე აკლდა 78 წელს. მე 78 თვითონ მახსოვს, რომ 78-ში დავიბადე და ფაქტობრივად რამდენი წლისაც ვარ, რამდენი ხანი იყო პატრიარქი. ილია მეორე და ნუ დღეს ყავს უკვე ახალი პატრიარქი შიო მესამე. რა სიტყვით ამ დღეზე ბატონო თქვენგან დავიწყებ. აიცი რა უნდა ვთქვათ, ერთის მხრივ მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით სინოდის გასული კრების შემდეგ. ჩემი აზრით კარგია რომ ესე სხვადასხვა აზრი არსებობს ჩვენს სინოდში. მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ იობმა თითქმის მეოთხედი დააგროვა სინოდის ასე ვთქვათ მებისა. რა უნდა ვთქვათ, უნდა მიულოცოთ ჩვენ მთელ საქართველოს და იმედით და ასე ვთქვათ იმედის თვალით უნდა უყუროთ მომავალს, რომ ეკლესია შეინარჩუნებს ერთიანობას, შეინარჩუნებს ასე ვთქვათ იმ მოწიწებას, რომელიც პატრიარქის მიმართ ქართულმა ერმა გამოაჩინა, აი ამ მოწიწებით და აი ასეთი რუდუნებით გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც ადგა საქართველოს ეკლესია. ხო, ნუ თქვით რომ უკვე მაიღო გამის მეოთხედი ხმა, 9 ხმა, წინა არჩევნებზე 7 ხმა აიღო, მოებათა მას, 2 მოებათა ასევე მეუფეშიოსაც მან აიღო 22 ხმა. ასევე გრიგოლმაც აიღო 7 ხმა, ისე რომ ჰქონდა პირველ ჯერზე გრიგოლმა აიღო. ანუ მან მოულოდნელობა საყურადღებოა, ხო. ნუ სავარაუდოდ ის 20 ხმა, რომელიც ჰქონდა წინა არჩევნებზე, შეინარჩუნა არ შეცვალეს ასე ვთქვათ თავისი აზრი და კიდე დაემატა ალბათ. ეს გონებრივია ის ხმები, რომელიც სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა, ის ერთი ხმა, რომლებიც ვერ გავიდნენ ასე ვთქვათ. ხო, ეს ხმები გადმოვიდა აქეთ, მაშინ ვიცით რომ კიდე ერთ-ერთი არ დაესწრო. მაიოფეზოსიმე. დიახ. შესაბამისად, თქვენ რას ფიქრობთ ამ დღეს ზოგადად შეფასება მაინტერესებს თქვენი? პირველში მეც უერთები ამ ილუცებს, ულუცავ უძვინდეს შიო მესამეს. აკარგად გამოჩნდა ის მხარდაჭერა თუნდა ჩანდა მთელი ამ 40 დღის მანძილზე, საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად მხარს უჭერდნენ სოციალური ქსელებით ისეც და ნუ თვითონ სიოჩი, იმიტომ პირველი როცა ჩადარდა პირველი ტური ნახეთ რომ მან უკვე ის 20 ხმა რაც აუცილებელი იყო, რაც საჭირო იყო მოაგროვდა. ნუ ეხლა უბრალოდ გაუმჯობეს და 2 ხმით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სინოდის უმეტესობის მხარდაჭერა მას აქვს. აი ცალსახა მხარდაჭერა. ისტორიული მოვლენა უდაოდ, იმიტომ წელს არის 1700 წელი საქართველოში ამ ეკლესიის, ქრისტიანული ეკლესიის დაარსების, არსებობის და მთელი ამ 17 საუკუნის მანძილზე ესეთი მასშტაბური, ესეთი გაერთიანებული კრება, აი ეს არჩევნები არ ყოფილა, იმიტომ რომ თუ ეხლა შუა საუკუნეებს ავიღეთ, იქ ვიცით საერთოდ ორი მღვდელმთავარი იყო. მერე რუსეთმა საერთოდ გააუქმა და საუკუნეზე მეტი საერთოდ ეგზარხო. ქართული ეკლესია არ არსებობდა სერბიაში, იყო რუსეთის ეკლესიის, კავკასიის საეგზარხოსო. მე 17 წელში ჩატარდა, როცა აღდგენა მოხდა ავტოკეფალის, მაშინ იყო ესეთი გაფართოებული კრება და მე უკვე იმ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, რა თქმა უნდა, კრებები მიმართებოდა, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბია. და ეს ამ მხრივ არის გამორჩეული. თან ისიც რომ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, როგორ ის მთავარი მომენტები, რაც აი თუნდაც ხმის მიცემის მომენტი, ამას ჩვენ სულ პირდაპირ ეთერში უყურებდი და იმ 1200 ადამიანთან ერთად ჩვენ ესე ვთქვათ, აი თითქოს მონაწილეობდით იქ. ნუ როგორც ესეთ დამკვირვებლის პოზიციიდან. ძალიან ამ ხრივ მართლა ვთვლით რომ ბედნიერები ვართ ესეთ მნიშვნელოვან
მომენტს, ისტორიულ მომენტს საქართველოს ეკლესიის, საერთოდ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტის რაღაც აი თანამოძიარები ვარ. ხო, მარტო იმას რო კითხულობ, რომ არის 152 პატრიარქი რიგითი, ხო, ეხლა ეს ახლა ისტორიას მოყვე, ხო. თვითონ ეს ხვება ამ ისტორიას, ხო, ეხლა. ერთ-ერთი უძველესი ეკლესია არის სოფლიო მასშტაბი და არ არის გასაკვირი. ხო, ნუ ხართ იმის რომ წვეტა გქონდა როგორც თქვენ. 100-იანი წვეტა გქონდათ. 100 წელზე მეტი, ხო. კი ბატონო, თვითონ მეუფეშოზე რას ვიტყვით ბატონო ლევან, იყო რაღაცა სხვა მოსაზრებები, რამდენად გაართმევს თავს, შეძლებს ის ილია მეურის საიტის გაგრძელებას, ზოგი მას რაღაც უფრო ისე უყურებდა როგორც ხელისუფლების მორჩილ კანდიდატს, ზოგი რაღაც საერთოდ რუსეთთან კავშირებს აბრალებს, თქვენ რას ვიტყვით? როგორ რას ელოდებით მისგანს? ეცით რომ მე ხა კი ვიცნობ პირადად, მაგრამ ისე არ ვიცნობ ახლოს, მაგრამ აი რაც ჩვენ ვიცით, ხო? ერთი ის იყო სრულიად ახალგაზრდა, როდესაც გადაწყვიტა, ესე იგი, მოვიდა ეკლესიაში და იმჟამად არ იყო დაოჯახებული და გადაწყვიტა, რომ ესე იგი, შემდგარიყო მონაზვნობის გზა ერჩია. მე ეს ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მე თვითონ დაახლოებით ამ ასაკში, მის ასაკში, როცა მან გადაწყვიტა, მეც ფიქრობდი, ასე ვთქვათ, რომელი გზა ამერჩია. ესე იგი, მე ძალიან კარგად მესმის და როდესაც შენ ფიქრობ, რომ მთელი შენი ცხოვრება დაუთმო ღმერთს, სწორედ ამ გზით, მერწმუნეთ, რომ ადამიანი ამ დროს არ ფიქრობს არც ეპისკოპოსობაზე და მით უმეტეს არც პატრიარქობაზე. ის ნამდვილად, ესე იგი, გულწრფელად ესეთი ნაბიჯი გადადგა და ბოლომდე ატარებს აი ამ, რა თქვათ, მონაზვნის, ესე თქვათ, ხარისხს. ეხლა რაც შეეხება მასერებს ლაპარაკობენ, ნუ რა ვიცი, მე მგონი არ არის სერიოზული. თვითონ იცით რა, თვითონ ეხლა შეიძლება ამაზე არც ხის ლაპარაკი, მაგრამ აი თვითონ ეგრეთ წოდებული კომპრომატებსაც რო დაუკვირდეთ, იმდენად ისეთი კომპრომატები ვერაფერი ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რამე რომ მართლა ყოფილი იყო, თქვა, ეხლა ზოგიერთ ეხლა არ ვამბობ ჩვენ ეპისკოპოსები, ხო შეიძლება ეპისკოპოსი ხავდეს, თქვა, ხო. ხო შეიძლება რომ რაღაცა იყოს რუსეთში რადგან მოღვაწეობდა ის რაღაცა კონდეს ან ფარულად ცოლი ყავდეს ან რაღაცა ხდება ხოლმე ეს რაღაცა. კი, ჩვენ ვიცით ერთი ეპისკოპოსი რომელზეც გაირგვა რომ ფარულად ცოლი ყავს. გვარებს არ დავასახელე. არ ვიცი ხო ყველა გაარკვია უკვე. ისე იცით როგორ ის იყო რომ აი რატო სწავლობდა მოსკოვში და რატო არ წავიდა ოქსფორდში. კარგი თქვა. ჯერტი სწავლობდა იქ მე სახურობდა იქაზე, სახურობა საერთოდ სადაც გაამწესე, სადაც მოცვაკურთხილად თვითონ არირჩევს ამას ადამიანი, თვითონ არირჩევს, მით უმეტეს ბერი არირჩევს თვითონ სად უნდა იმსახუროს და სად უნდა ისწავლოს, იმასაც ხშირად არირჩევს და ისე რომ ან მაგალითად მის დისერტაციაში რატო არ არის რაღაცა ციტატა, თქვა და რაღაცა ესეთები. ჩემი აზრით ეს ბრალდებები, ბჭყალებში ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. ის უდავოდ არის, ასე ვთქვათ, ხო, ჯერ რუსეთისგან მოუსვას რუსეთის პატრიარქისგან ჯერ არ ჩანს, ასე ვთქვათ. ნუ ალბათ იქნება დაწესებული ვარ მარჩოვის სოფლიო პატრიარქისგან სხვა ეკლესიებისგანაც, მაგრამ ეს რაღაცა დაპირისპირება სოფლიო პატრიარქოსა და რუსეთს შორის თითქოს აი ჩვენს ეკლესიაზეც გამოვიდა, ხო, რაღაც შუაში. არა, ეს ხადია. ისეთი გინდა არ გინდა ჩაგითრევენ ამ პროცესში. ეს ხადია რო არის კი. ეს დიდი პოლიტიკა, კი ეკლესიებია, მაგრამ დიდი პოლიტიკა. ორივეს უნდა თავის მხარეზე რომ მიიმხროს საქართველოს ეკლესია. გასაგებია, ცხადია. რადგან თქვენ რას ელოდებით ვეუფეშიოსგან? ნუ მეც მინდა რა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად კი 9 წელი თანამოსაყდრე იყო, მაგრამ თანამოსაყდრე ნიშნავს ის ილია მეორე მართავდა ეკლესიას, უბრალოდ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებდა. ფაქტობრივად ხვალინდელი დღიდან უკვე აი აღსაყდრების მერე ის დაიწყებს თავის დამოუკიდებელ მსახურებას, მოღვაწეობას. ნამდვილ მეუფეშიოს ალბათ მას მერე ნახავ. რა თქმა უნდა. ის პერიოდი, თქვათ, აი 40 დღე, აი რაზეც თქვათ საყუდური ქონდათ, რომ აი ქადაგებით არ გამოდის, აქტიურად ვერ იქნებოდა ის. უბრალოდ ეს ისეთი ამ 9 წლის განმავლობაშიც რაღაც ხო ბევრი კითხვა იყო და მედიასაც არ ელაპარაკებოდა. ვერ იქნებოდა, მით უმეტეს ილია მეორის აი ამ ჭდილგვეჭ როცა ხარ, იქ აქტიობას ვერ გამოიჩენა. ისა ნუ გზა რო გამოეჩინა, იტყოდნენ რატო იჩენს. ხო ვიცი რა. ხო, აი ეს პატრიარქობა უნდა, ხო ინტუში დააბრა. იგი აქ მიცანე. და ეს ორ შემთხვევაში ეს პერიოდი ნახეთ რომ გამოდის ქადაგებს 9 აპრილის მოვიდა თვითონ იქ ჩაატარა მსახურება რუსთაველზე
ამის გარდა მე ვთვლი რომ ისიც ცოტა ესეთი თითიდან გამოწვეული ბრალდება რომ ისო მივიდა იქ მანქანით მივიდაო სეონის ტაძარში კი გასაგებია ხა წინა პატრიარქები ეზოშიც რომ მანქანით შედიხარ ცოტა არა გეტყვი წინა პატრიარქები ფეხით მოდიოდნენ ხოლმე მაგრამ ფეხით იმიტომ მოდიოდნენ იმ ეზოში ცხოვრობდნენ და გავიდოდნენ და 20 მეტრი უნდა გაგიარა შესულიყო ეხლა მინდა კარგად შევხედოთ ამას თქვა აი წერა არის დაცვის სამსახური. იქ ბევრ ამას არც პრეზიდენტს ეკითხებიან, არც პატრიარქს. ის დაცვის სამსახური თვითონ წვეთს იმ მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს. როცა იქ უამრავი ხალხია, მოსალოდნელია, დაცვის ხედავ რამე ინციდენტი იყოს, ისინი ცდილობენ რომ ეს ინციდენტები მინიმუმზე დაიყვანოს. და იმიტომ არის თქვა ეზოში შემოვიდა მანქანა. ეხლა მე ახლა სწორედ მინდა გამიგო რომ წინა პერიოდშიც რა მანქანით არ შედიოდა ხოლმე პატრიარქ ეზოში სიონს არ ვამბობ სხვა დაძრებში არ ახსოვთ ეს რომ შედიოდა მაგრამ ამაზე ხო არავის არ ქონია ესეთი პრეზიდენტი და რა შეეხება განათლებას რა ვიცი ძალიან ბევრს რუსეთში აქვს განათლება მიღებული მათ შორის ილია მეორესაც მოსკოვში ქონდა მიღებული განათლება მაგრამ ამით მე მგონი არაფერი არ დააკვირდა ხო ისახ კი ბატონო, უბრალოდ ანუ ეკლესიაში რაიმე თქვა ცვლილებას ელოდებით? ცვლილებას ველოდებით, კი. მაგალითად, ცვლილებას ველოდებით. ეს არ იქნება ერთბაშად, მაგრამ ნელა გასაგებია ყველა ადამიანი მოდის, მithomedas განაცხადა შიო მესამემ რომ ის ილია მეორის გზას გააგრძელებს. გააგრძელებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება რაღაც თავის სიახლეს შეიტანს. მე არ ვამბობ ეს თქვა თვალიდან დაიწყე, მაგრამ თანდათანობით ამის მომსწრეები ვიქნებ. ერთბაშად საერთოდ რეფორმების გატარება არ შეიძლება. რაც არ უნდა კარგი რეფორმა იყოს, იწვევს ასეთი უკუ რეაქციას. თანათანობით ვნახავთ, იმიტომ რომ ეს ისეაც მომწიფ და იცვლილები ხა ჩვენ რაც ვნახეთ, თქვა სხვა კანდიდატებმა რომ წამოაყენეს ის წინა საარჩევნო. არა, იქ მე მგონი ბევრი რაღაცა გასათვალისწინებელი და მე მგონია რომ თქვა შეო მესამე ამას ხა მე დარწმუნებული რომ კარგად იცნობ და რაღაც საკითხებში თქვათ შეიძლება თქვათ იმ აზრზე იყოს და კიდეც განახორციელოს. ეხლა ყველას ვერ ჩამოთვლენ ამას ერთი გადაცემა არ ეყოფა განსაკუთრებით მეუფე იობის თქვათ ეს გავეცანი ამდენი დღისი. მართლა საინტერესო ხედვები არის იქა და ბევრი რამე არის. საბჭო შექმნაზე იყო ხო საუბარი. საბჭო შექმნა თუნდაც ის მონასტრები რო არ უნდა იყოს თქვათ დიდ ქალაქის ცენტრში და იქ თქვათ კიდე ბევრი სხვა ის არის. რაც მე ვთვლი რომ დრო მოიტანა მომწიფდა ეს საკითხი. ხო, ეს საინტერესო საკითხია. ხო, მონასტერი უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ ადგილას და არა ქალაქის. იცი მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერი განსხვავდება ხა კათოლიკურ ეკლესიაში არის ზოგიერთი ორდენები, რომლებიც ჩართული არიან, თქვათ აი ამ საერო ცხოვრებაში. ეს მათი მოწოდება და მაშინ გასაგებია რომ თქვათ ისინი ქალაქში არიან, მაგრამ მონასტერი მე ვწდები რომ განმარტოებით მიდის, უნდა იყოს ცალკე, ძალიან ძნელი ხა ქალაქში იყო, თქვათ აი ამ ქალაქის აჟიოტაჟში მე კიდე თუ იქ ტელევიზია სოციალური ქსელები რა მონაზნობაზე საუბარი მაშინ თუ ესე ჩართული ხარ ამ საერო ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე ბატონო როგორ წარმოგიდგენიათ იმ ვთქვათ მეუფებთან ურთიერთობა როგორ გაგრძელდა თქვენ ეს წინააღმდეგი იყო ხო ზოგის რევოლუციეთი ამაღლა გამოდიოდა მეუფეში მაგალითად მეუფე ზენონი ხო რას ფიქრობთ ეს რამე განხეთქილებას უარ გამოიწვევს თქვენს ჩემი აზრით პატრიარქი ილია მეორე გვაძლევდა ამის მაგალითი ხოდა რა ვიცი უსასრულო დიდი მოთმინება ჰქონდა კომპრომისზე წასვლის უნარი ჰქონდა და ასე შემდეგ რაც უნდა ჰქონდეს რასაკვირველია პატრიარქს ერთის მხრივ ის უნდა იყოს მტკიცე მაგრამ ამავე დროს მან უნდა გაითვალისწინოს თქვათ და უნდა რა ვიცი როგორც ნათქვამია, უნდა იყოს მური ესეთ სიყვარული უნდა იყოს. ეს ზონა მაგალითად ამბობენ რომ საშიშია მეუფეში ეს პატრიარქია და ასე საკონკრეტრი განცხადებები ამბობენ. პრინციპში ჩემი აზრით, რა ვიცი, არ არის ესე სწორი რომ საშიში იქნება, ან მე ხმას არ მივცემ, ერთი კიდე ღუდელია რომელიც ამბობდა რომ
მე ახლა თითქოს თამდაბლობით ამბობდა მე არ ვიცი ვინ უნდა იყოს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი ვინ არ უნდა იყოს პატრიარქი და ესეთი გამონათქვამები იყო ცხადია და რაც არ შეეფერება საერთოდ აი მას შემდეგ რაც პატრიარქმა გამოარჩია მოსაყდრეთ შიო, მას მე არის ეს კამპანია მის წინააღმდეგ. რას ვიზავთ? არის პატრიარქის წინააღმდეგაც იყო, ილია მეორის წინააღმდეგაც იყო, რამდენი რამე მოგვისმენია. ჩვენ საუბრობდით, ასე ვთქვათ, იმაზე, რომ რაღაც იყო პრეტენზიები უფშეოს მიმართ და რაღაცა რუსეთთან დაკავშირებით მისი გამორჩევა დაემუქრა, იქ მაშინ მოსაყრები გამორჩევა ალფეევის ვიზიტს რუსეთის ეკლესიიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე იყო პრეტენზიები, რომ ის მის, ასე ვთქვათ, სასარგებლო კამპანიას ძალიან ღიად ეწეოდა სახელმწიფო პროპაგანდა. ასე ვთქვათ, ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი იყო, ის ცალსახად ჩანდა, ხო? სახელმწიფო არხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება ეკლესია კიდევ უფრო მორჩილი გახდეს მის ხელში ხელისუფლების. ვთქვათ, ილია მეორე მეტაკლად უწევდა წინააღმდეგობას. ხო, გახსოვს ახლა ივანიშვილის მარიხუანას პლანტაციების გაშენება რო უნდა და მაშინ ეკლესიამ ჩაშალა ეს ამბავი. ეკლესიამ ჩაშალა მართალია. ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მართლაც ეკლესია უფრო დაახლოებული იყოს მეუფეშეს პირობებში ხელისუფლებასთან? თქვენ გადავიდეთ. ძნელია თქვა, მაგრამ ცით როცა უკვე ადამიანი ხდება პირველი პირი, წემს თავარია რა. იმას თავის პრინციპები აქვს, მაგრამ თავარი არის როგორ ერთიანად იქნება სინოდი. მის გარშემო. ასრაოთ. იმიტომ რომ აქ თუ ამოთ სინოდულობაზე, ამ კრებსითობაზე, მაშინ გასაგებია ეს უნდა იყოს თანხმობა. აგას ესე იგი ესე იძულები დაძალებით არა, მაგრამ ნუ მას შეუძლია ახალ პატრიარქს რომ ესეთი დიალოგის სახით, დარწმუნების სახით თუ მართალი არის თავის მხარეზე, რა თქმა უნდა, გადავეს სინოდის წევრები გადავლენ. რაც შეება ხელისუფლებასთან ურთიერთობა, მე არ მგონია რომ დაპირისპირება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკლესია რასაც მიაღწია, თქვათ ის უფლებები, მას ის ყველანაირად შეეცდება რომ შეინარჩუნოს. არავის არ უნდა თავის უფლებების დათმობა, ხო? ხო, კი, მაგრამ ნუ რადგან ეს ხელისუფლება, როგორ ფიქრობთ, რატო თქვა, აი რატო აწარმოებდა ხელისუფლება ასეთ ვთქვათ, PR კამპანიას მისასალმებლად? აი, ციცი მართლა მე უყურებდი ორივე იმას უყურებ ტელევიზიებს, ვთქვათ, სახელმწიფოსაც და იმასაც და ეხლა მე მგონი დამეთანხმებით რომ სავსებით შეიძლება წარმოგვიდგინო რომ კიდევ უფრო ისეთი ყოფილიყო ეს კამპანია. მე მგონი ასე თუ ისე, რა ვიცი, ეხლა მოდი ეხლა მეორე მხარეს შევხედოთ, ოპოზიციამ დაუთმო თავის ტელევიზია, ვთქვათ, ზენონსაც, მეუფე ზენონსაც დაუთმო, ვთქვათ, იმ ოპოზიციურებსაც, მათ შორისაც, ვთქვათ, დაყენებულებსაც დაუთმო ისე რომ იყო ეს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც რაღაც ზომიერ ფორმებში იყო ყველაფერი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, რა ვიცი, მე მგონი მაინც. ხო, ანუ ერთ-ერთი ესეთ ხელსახელსული პროპაგანდისტი, მომღერალი პროპაგანდისტი, მორალი უცნობი, ყოველ იდგა და ყოველ განსაში მეუფეებს საერთოდ რამეს იმის ემუქრებოდა, ანათებაზე რამდენი უყურებს ახლა ამ უცნობს და რამდენად წარმოადგენს ის ხელისუფლებას, თქვა, რამდენად რავი, ახლა როგორც ჩანს ის წარმოადგენს ამ ხელისუფლების უხოვარი მხარდაჭერია და არ მავს თავისი ნიშა აქვს, ასე ვთქვათ, ამ პროპაგანდის მიმართულებით. ნუ არ ვიცი, მე ვფიქრობ, შეიძლება, ხელისუფლებაში ჩათვალეს რაღაც პარამეტრები, რომ ეს უკეთესი, არა იმიტომ, რომ თქვა ჩვენი მორჩილი იქნება, არა, ჩათვალეს უფრო უკეთესი იქნება. ეხლა კარგ მაგალითს მოვიყო მაშინ 77-ში. იქაც იყო ორი გამოკვეთილი, ხო? კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთს დაუჭერა ხელისუფლება მხარი, ხო? ამაზე ეს საიდუმლო ხო არ არის, ერთხელ განაცხადეს. სხვა შორის შეორნაძემაც ერთხელ ესე თქვა, რომ ეს თქვა, ჩემ გარეშე ვერ იქნებოდა, თუმცა მე დამეჯერებით ვიცი, რომ შეორნაძეს საერთოდ არ აინტერესებდა, არ ზუდლები არც ეკლესია. ეს იყო ალექსი ინაურის და ვარლამ შადურის პირადი ინიციატივა. რატო ეხლა წესით მათ უნდა უარესი კანდიდატი დაეყენებინათ, ხო? როცა გინდა დისკრედიტაცია ეკლესიის. მაგრამ პატრიოტული კუთხით იმ გადახედით ჩათვალეს, რომ თქვათ, ილია იქნებოდა უკეთესი ქვეყნისათვის.
ხო, ნუ ალექსი ნაური იყო საქართველოს კგბ-ს ხელმძღვანელი მაშინ. ხო არა, ხო და იმ თავის თანამდებობიდან გამომდინარე პირიქით მაშინ უნდა უარესი კანდიდატი დაეყენებინათ, რომ დისკრედიტაცია ყოფილიყო ეკლესიის, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეკლესია ჭირდებოდა, რომ ყოფილიყო ის პატრიოტი, ახალგაზრდა, განათლებული ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ ეხლა კი გასაგებია კომუნისტები იყვნენ, ის იყო უშრება და ის თქვათ შევარდნაძის პირველი მოადგილე იყო. მაგრამ ეხლა გულის სიღრმეში ყველა ქართველი იყო და უყვარდა თავის სამშობლოს, ესეც უნდა შევხედოთ. ო, არა, შეიძლება ვერაფერს ვიტყვი, მე ალექსინავს ნამდვილად არ მახსოვს და არ მოსწრები ვარ, მაგრამ დღევანდელობას რომ დაუბრუნდეთ, ბოლო კითხვა მექნება, აი მე რატო თქვი ხა ეს ხო ხელისუფლების საკითხი. ნუ შეიძლება რაღაც ეგეთ საკითხებზე მე აღარ გავუწიოს ეკლესიამ, თქვა ხელისუფლებას წინააღმდეგ. ერთი ეს, რაზეც დილე მეორე უწევდა ხოლმე. მეორე არის რომ ის რომ ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ არის დიდი პოლარიზაცია დღეს საზოგადოებაში, ხო? აი ხალხი პატიმრობი არიან, ასე შემდეგ და ხო, დაძაბულობა პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ხრივ როგორ წარმოგიდგენიათ, შეუძლია რაიმე დადებითი როლის შესრულება მეუფეშიოს? იცით რა, აი მოდი აი თქვენი კითხვა, წინა კითხვასთან ერთად ესე იგი ხელისუფლების პოლიტიკა რა არის ჩემი აზრით რა რომ აი მის ყველა ხელისუფლებას ვერ აჩერება მეტი გავლენა ქონდეს და ყველა ინსტიტუციას აკონტროლებს მაგრამ იცით როგორ რაღაცნაირად რაც არ უნდა ილაპარაკონ უწმინდესთან ნორმალური ურთიერთობა ქონდათ ეკლესიასთან ანუ ის ძირითადი გზავნილები რაც არის ხელისუფლების რომ ჩვენ ასე ვთქვათ ტრადიციული ღირებულებებისკენ ვართ ხო ამაში ისინი ხედავდნენ ეკლესიაში მოკავშირეს ხო ცხადია და ჩემი აზრით ბუნებრივია რომ მათ უნდათ რომ პატრიარქის ის გაგრძელდეს პატრიარქის ხაზი და ეს ხო ორ მხრივი არის არა ეკლესიას ხო თავის მოკავშირეს ხედავს ხელისუფლება გასაგებია ხო გარკვეული აზრით ხო თუმცა არა გულისხმობ რომ შეიძლება რომ შეასრულოს ეკლესია რაღაც არა ამ პერიოდში მოდეში ამ პერიოდში კი თუ ვიტყვით აი თქვა ხელისუფლება რაღაცას ცდილობდა ეკლესიისგან მიეღო ხო ამ ავტორიტეტი გამოეყენებინა იქ არჩევნების დროს მაგრამ ეკლესიაც ხო იყენებდა ხელისუფლებას სათავეს ხო ურთიერთსასარგებლო რა თქმა უნდა ანუ ვამბობ რომ დაძაბულობის მოხსნაში რამდენად შეიძლება იყოს მათი როლი არ ვიცი ნახოთ კი ბატონო მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის ლევან აბაშიძე და ნუგზარ ბარდაველიძე იყო ჩვენი სტუმრები ჩვენ საუბრობდით ახალი პატრიარქის შესახებ შეგახსენებთ რომ საქართველოს 142 პატრიარქი გახდა მეუფეშიო მურჯირი ანუ შიო მესამე ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ არანაკლებ საინტერესო საკითხები ვისაუბრებთ ნელ-ნელა საქართველოს ხელისუფლებას და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების აღდგენა იწყება სულ მალე მოლდოვაში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. რა უძღვის ამას წინ და რა მიზეზით ხდება ეს ყველაფერი, ამაზე ვისაუბრეთ, ვალერი ჩეჩელაშვილი იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ხავს, კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს მეუფეშიო, შიო მესამე ჩვენ ამ თემაზე ვცლად ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრებთან ერთად. გადაცემის მეორე ნაწილში კი როგორც გითხარით, სხვა თემას შევეხებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში. ელჩებიც კი არ არსებობენ, არც საქართველოს ელჩი და არც უკრაინის ელჩი საქართველოში, უпростоრად უკრაინის ელჩი დაინიშნა მოგვიანებით. საქართველოს კი კვლავ არ ყავს ელჩი კიევში, მაგრამ ჩვენ ნახეთ ერევანში ხელის ჩამორთმევა, რომელიც შედგა ზელენსკის და კობახიძეს შორის, შემდეგ იყო გასაუბრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და დღეს ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში განაცხადა ასეთი რამ, უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნებაო, თქვა მან გსურს რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო, მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება. ამდენად გსურს რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ჩვენი ხალხი და საზოგადოება ამას იმსახურებს. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ ჩვენ წისვლისთვის მზად ვართო, თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მივესალმებ ვალერი ჩეჩელაშვილს, გამარჯობა, ბატონ ვალერი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ყოფილი ელჩი უკრაინაში, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავარი კითხვა რაც გაშა ამ დღეებში, რა მოხდა, რა შეიცვალა ეს ურთიერთობების, ასე ვთქვათ, აწყობას რამ შეუწყო თქვენი აზრით ხელი, რა მიზეზია რომ პირველ რიგში, ნუ ვთქვათ, კი უკრაინამ გამოხატა ეს სურვილი, რომ დაალაგებული იყო საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან.
დიახ, ეს ყველას დაგვიბადა ეს კითხვა. საერთოდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. როდესაც შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კობახიძეს შორის. და როდესაც მე ვფიქრობ, რა შეიცვალა და რამ განაპირობა ამ შეხვედრის ჩატარება, ეხლა აქ უკრაინის მხარეს და ქართულ მხარეს ორივეს ჰქონდა თავისი ინტერესი ამ შეხვედრის ჩატარების, რა თქმა უნდა, ამასაც შეიძლება დაუბრუნდეთ მოგვიანებით, მაგრამ თავარი კომპონენტი, რამაც განაპირობა ამ შეხვედრის აქტუალურობა. მე ვფიქრობ, არის ის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ბალანსი იცვლება და უპირატესობა გადადის უკრაინის მხარეს. აქედან გამომდინარე, ახალი ამბიციები უჩნდება უკრაინას და ახალი ამოცანები დგება საქართველოს წინაშეც. იმ მთავრობის წინაშე, რომელიც დღეს ყავს და რომელმაც პრაქტიკულად ეს ურთიერთობები უკრაინასთან დაიყვანა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ხო, რა იგულისხმება ეს ამ ახალ ამბიციებში? უკრაინის ხელისუფლების ინტერესი რა არის? ჩვენ ნახეთ ხო, როგორ გამოეხმაურა, მაგალითად, ჩალვა პაპუაშვილი მან თქვა, რომ აწი ყველას მოუწევს დაფიქრება, სანამ რაღაც დაბიჯებს გადადგამს, აგერ დასანქცირებული ყავდათ ირაკლი კობახიძე, ყავს ოფიციალურ კიევს და სანქცირებულ ადამიანთან თავად მოუწიათ მისვლა და ხელის ჩამორთმევაო. ხო და რაღაც მიზეზი იყო ხო ამისი რა ეს დაბიჯი რო გადადგა კიევმა? ხო, საერთოდ უნდა როდესაც ვაპარაკობთ უკრაინულ დიპლომატიაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არის ძალიან აქტიური და ძალიან ეფექტური. თუნდაც ის რადღით მარტო, რომ პრაქტიკულად ახლო აღმოსავლეთი კლანჭებიდან გამოგლიჯა რუსეთს, ისარგებლა იმ შესაძლებლობების ფანჯრით, რომელიც შეიქმნა ამერიკის და ისრაელის ომის ფონზე ირანთან და ძალიან ეფექტურად იმოქმედა. ჩვენ გვახსოვს რამოდენიმე ხნის წინ როგორი პიიტეტით იღებდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვლადიმერ პუტინს, როგორ ფიანდაზებს უშლიდნენ, იქ თვითმფრინავები ხატავდნენ რუსული დროშის სფერებში, ცას და ასე შემდეგ და ეხლა ვითარება იქ რადიკალურად არის შეცვლილი. ეხლა ეს იმაზეც მეტყველებს, რომ თვითონ პრეზიდენტ ზელენსკისაც აქვს გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ აქტიურად უფრო მიიღოს მონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში და ერთ-ერთი მიმართულება დღეს უკრაინის ხდება სერიოზული სამხრეთ კავკასიას. ჩვენ ვიხილეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი პრეზიდენტ ზელენსკის აზერბაიჯანში, შემდეგ მისი წარმატებული ვიზიტი სომხეთში, რომელმაც ძალიან გააღიზიანა სხვათა შორის რუსეთი და ეს ვერცდამალე გაღიზიანება, თუმცა აზერბაიჯანთან დაკავშირებით ხმა ვერ ამოიღო, იმიტომ რომ დღეს აზერბაიჯანი გაცილებით უფრო მეტად ჭირდება რუსეთს, ვიდრე რუსეთი აზერბაიჯანს, კიდე პოლიტიკური, კიდე ეკონომიკური, კიდე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო კონტექსტი რო გავითვალისწინოთ ან ნებისმიერი სხვა. ამიტომ ჯერი საქართველოსაც არის, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ეს სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე ვერ არის ბუნებრივია სრულფასოვანი რეგიონი, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა, ასე ვთქვათ, არსებობს და ამაზე სწორად აკეთებს აქცენტს სხვათა შორის ქართული ოცნება და საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გეოგრაფია და გეოპოლიტიკა არ არის ქართული ოცნების დამსახურება. ეს არის დამსახურება ჩვენი წინაპრების, ხოლო ის რომ ჩვენ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული, ამისთვის ჩვენ პირველ რიგში უნდა გქონდეს ძალიან ეფექტური, ღრმა და დინამიური ურთიერთობები დასავლეთის ბაზრებთან. ანუ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის გარეშე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო როლის ათვისება იქნება შეუძლებელი. ეხლა კონკრეტული ამოცანები რო დავასახელოთ უკრაინის, მე 4 ამოცანას ვხედავ ძირითადს. პირველი, ზელენსკი არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და რა თქმა უნდა მას ძალიან აინტერესებს, რომ ნებისმიერი თუნდაც თეორიული არხი რუსეთის სანქციების გვერდის ავლის იყოს საჩეხილი და ამ თვალსაზრისით გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველო. მეორე, ის რომ ეს კონტაქტი იყო, მე ვფიქრობ, ევროპელებთან შეთანხმებული და ევროპელებთან კოორდინაციაში, იმიტომ რომ ის ვაკუუმი
რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ასევე არ დადებს ძალიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და თუ როდისმე დადგა დრო რომ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა თავი შეეკავოს ანტიევროპული რიტორიკიდან და რეალურად დაიწყოს მთავრობამ ფიქრი ევროპელებთან ურთიერთობების გამოსწორებაზე, უკრაინის არხი აქ შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური. მესამე კომპონენტი არის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ბედი, მესამე პრეზიდენტის, რომელსაც მარტო უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია დღეს, ის საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და მეოთხე ეს სუამის რეგიონალური ორგანიზაციის, რომლის შტაბ-ბინაც არის განლაგებული კიევში, მისი ეფექტურობის გაზრდა და ანუ მომზადება ახალი ეტაპისთვის, სადაც მისი ინსტრუმენტები და მექანიზმები თანამშრომლობის შეიძლება იყოს ძალიან ანუ მოთხოვნად ახალ პირობებში. ამისთვისაც არის საჭირო მომზადება. აი ამ მოქმედებას ხედავ ძირითადად უკრაინის მხრიდან. სუამი ცოცხალია კიდევ? ნუ ორგანიზაცია როგორც ესეთი, რა თქმა უნდა, ხა ცოცხალია, სამართლებრივად ნამდვილად ცოცხალია, ძირითადად მოქმედი თუ ანუ ასეთ. ონლაინ რეჟიმში ატარებენ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ ის განლაგებულია უკრაინაში ძალიან კარგად გამართული სამდიმნოა ამ ორგანიზაციას თავისი სერიოზული პოტენციალით და მოქმედებების მექანიზმებით, მაგრამ ნუ ეხლა კიევში ასე ადვილი ჩასვლა არ არის, მაგრამ ისე რა თქმა უნდა მოქმედებს, ნუ ეხლა სრულფასოვნად ისე როგორც მის პოტენციალს შეეფერება, არა ზუსტად ეს არის. ეს მე ვფიქრობ უკრაინელებს ესეც ძალიან ადარდებთ და ამაზეც უნდათ შესაბამისი კონსულტაციების გამართვა. ხო, ან მე როგორც ვიხდი თქვენ ფიქრობთ, რომ კიევმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე, რომ უკვე დრო არის არა მხოლოდ რაღაც შიდა ფრონტზე ებრძოლოს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რეგიონული მოთამაშე გახდეს და სხვაგანაც შეასუსტოს რუსეთის გავლენა, სწორად გავიგე ასე. ხო, დიახ, ზუსტად ეს არის და ამას აკეთებს თანმიმდევრულად. იმიტომ რომ ეხლა მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს იმას, რომ ბალანსი იცვლება უკრაინელების სასარგებლოდ. უკრაინელები მეოთხე თვეა უკვე უფრო მეტ ოკუპანტს ანადგურებენ, ვიდრე სამობილიზაციო რესურსი აქვს რუსეთს და უკრაინელებმა აპრილში გაათავისუფლებს 140 კვადრატული კილომეტრის საკუთარი ტერიტორია. და ახლა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პუტინს ზელენსკის ნებართვა დასჭირდა საიმისოდ, რომ აღლუმი ჩაეტარებინა 9 მაისს მოსკოვში. კი ბატონო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რამდენად შეიძლება გამოდგეს ამ ჩვენ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეში პარტნიორად ასე თუ. ანუ რის იმედია აქვს? ეხლა რაც შეეხება ინტერესებს ჩვენი ხელისუფლების და ანუ ჩვენი მთავრობის დღევანდელის, მე ვფიქრობ, რომ ანუ ეხლა იქაც ხო ანალიზებენ ვითარებას, ხო და ხედავენ ძალიან ნათლად, თუ როგორ იკვეცება რუსეთის საცეცები და როგორ სირდება მისი გავლენა მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. აი სომხეთთან ურთიერთობების კონტექსტი ამას ყველაზე კარგად აჩვენებს. ეხლა გავიხსენოთ როგორ გაბედულად და როგორ თამამად ელაპარაკებოდა, როგორ გამართულად ნიკოლ პაშინიანი კრემლში მოსკოვს, ესა რა ქვია, პუტინს და დამიჯერეთ, რომ ეს ისე მარტივი არ არის, კრემლში ასე ისაუბრებოდა, მით უმეტეს პუტინთან. ჩვენ გვინახია ბევრი ლიდერი, რომელსაც იქ ხმა ვერ ამოუღია საერთოდ და გაჭუმებულა ამ პრესის და გამო, მაგრამ ნიკოლ პაშინიანი არის პოლიტიკოსი, რომელსაც ძალიან სჯერავს საკუთარი პოლიტიკური ძალის, საკუთარი პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური სიმართლის და ამას თანმიმდევრულად ახორციელებს ამ პოლიტიკას. და ახლა რუსეთის რეაქციები, მათ შორის ბოლო კომენტარები ბატონ ვლადიმერ პუტინის იყო ძალიან უსუსური და წინააღმდეგობებით აღსავსე. ნუ არა, თუმცა ფაქტობრივად დაემუქრა ის ხო უკრაინის მოვლენების განვითარებით ახლა 9 მაისის გამოსვლის დროს პუტინმა თქვა, რომ ხო, ნუ რის გამო მოხდა უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება ევროკავშირის გამო სწორედო და ეს ყველაფერი რაც ხდება უკრაინაში ამის გამო ხდება და სომხეთს ხალხს მოუწევს დაფიქრება ამ თემაზე. ხო, ანუ ნახე ბატონო მერაბ როგორ გამოუვიდა მას, ესე იგი ჯერ ერთი ქალბატონი ზახაროვა კარგად საკუთარ პრეზიდენტს არ უსმენს. იმიტომ რომ პუტინმა თქვა, რომ ნუ თუ სომხეთი ამას გადაწყვიტავს, ეს იქნება სომეხი ხალხის გადასაწყვეტი და ჩვენ ამას მივიღებთო. და საქართველოს კუთხეში დააყენა ზახაროვამ
და თქვა რომ ნუ ახლა თუ საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი ის ჩვენი ტრული სახელმწიფოთა რიცხვი ჩაიწერება. ეს პირველი წინააღმდეგობა. მეორე იქვე გადავიდა პუტინი, ანუ დაშინებაზე სომხეთის, თქვა რომ აი გახსოვთ რომ უკრაინაში რა მოხდაო. ანუ პრაქტიკულად პაშინიანს უთხრა ბატონმა პუტინმა რომ თქვენ რომ გადაწყვიტოთ ევროპასთან ურთიერთობების გაწყვეტა, თქვენი ხალხი თქვენ გაგაძევებთ სომხეთიდან, ეს უთხრა პრაქტიკულად. ანუ შენიღბულად პრინციპში დაემუქრა, მაგრამ ეს გამოვიდა. არა, მან უთხრა რომ თუ ევროკავშირისკენ წახვალ, შეიძლება თქვენთანაც ომი მოხდეს, ხო, როგორც ეს მაგრამ ეუნება პაშინიანს უხსნის პუტინი რომ გასწორ რა გააკეთაო იანუკოვიჩმა ვარი თქვაო იმაზე ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებას და მე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მეო ყირიმი მოხდა თითქოს ყირიმი მოხდა ისე რა განყენებულად თქვა რომ აი ყირიმი მოხდა მე დონბასი მოხდა თავისთავად მოხდა თითქოს ეს ყველაფერი რა მაგრამ თითქოს ის ამბობს რომ ეს გახდა მიზეზი, მაგრამ ადრე გვახსოვს როცა ომს იწყებდა უკრაინაში ის ამბობდა რომ ნატო არის თავარი მიზეზი. ეხლა აღმოჩნდა რომ ევროკავშირი ყოფილა მიზეზი და არა ნატო. ხო ადრე გვარწმუნებდა რუსეთიც, ყველა რუსეთის მომხრე იმაში გვარწმუნებდა რომ აი ნატოში რო უნდა უკრაინას და საქართველოს ბატონო მე თქვენი ხმა აღარ მესმის სამხუხარო. აღარ გესმით ჩემი ხმა? აი ეხლა გავიგონე. ეტო ხო მე იმას ვამბობდი რომ ადრე რუსეთი და პუტინი აირწმუნებოდა რომ ეს ომის თავარი მიზეზი და იგი ომი რო დაიწყო მაშინაც ეს თქვა არის ნატო. ნატო ისევ გაწყდა ხმა? ხო აი ახლა ისევ აღდგა რა ძალიან წვეტილად მესმის ძალიან მე რა. ხო არ ვიცი ახლა გესმით ხმა? ახლა მესმის კი. ხო ანუ საუბრობ იმის შესახებ რომ ადრე როცა პუტინმა ომი დაიწყო 2022-ში გვახსოვს ეს ყველას მან თავარ მიზეზად ნატო დაასახელა და დღეს გაირკვა რომ ევროკავშირია თავარი მიზეზი თუ არა ეს ყოველთვის თვითონ ღიად ამას არ ამბობდნენ ადრე გეთანხმები რომ ღიად ამას არ ამბობდნენ რა სინამდვილეში ყოველთვის უსვამდნენ ხას რომ ევროკავშირი მათთვის არის გაცილებით უფრო საშიში გამოწვევა ვიდრე ნატო და რატო ფიქრობდნენ ასე შენიღბულად მაგრამ ყოველთვის ამაზე იყვნენ იმიტომ რომ მთავარი გამოწვევა ევროკავშირის მხრიდან არის იმაში რომ ეს არის სინამდვილეში ეკონომიკური განვითარება ადამიანის უფლებები მიმზიდველობა ფინანსები სტრუქტურული ფონდები და ასე შემდეგ და აქ არანაირი კონკურენცია არ შეუძლია რუსეთს რომ ევროკავშირს გაუწიოს იმიტომ რომ ნატოს უპირისპირდება მაგალითად სამხედრო პოლიტიკური ძალით ხო და აქ რაღაცას ფუსფუსებ და ამბობთ რომ აი მე ყუხო აქეთ ყუყო იქეთ ის მე მაგ ბირთული იარაღი მაგრამ კავშირს ვერაფერს ვერ უპირისპირებს და ის ადამიანი რომელიც ნამყოფია ევროკავშირში და ნამყოფია რუსეთში მისთვის არჩევანი არის ძალიან ნათელი ამიტომ სინამდვილეში და მართლებიერია რუსეთი ამაში რომ თავარი გამოწვევა მათთვის არის ზუსტად რომ ევროკავშირი და არა ნატო და ამის გამო მოხდა ის რაც მოხდა იანუკოვიჩთან დაკავშირებით იმიტომ რომ რუსეთის წაქეზები და რუსეთის დაწოლის შემდგომ გადაწყვიტა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ვარის თქმა სხვათა შორის გაგახსენებთ რომ იგივე დაწოლა იყო მაშინ სარქსიანზე სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტზე რომელიც მოსკოვში გამოიძახეს 2013 წლის ნოემბერში და ერთ ღამეში გადაათქმევინეს უკვე პარაფირებული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. თორე ასოცირების ხელშეკრულებაზე სომხეთი ჩვენთან პარალელურად მუშაობდნენ და ერთდროულად მოახდინეთ მას პარაფირება. ჩვენ მე მოვაწერეთ ხელი და სომხეთმა მასზე უარი თქვა და გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირში და ეხლა ასე ვთქვათ ამ დისპოზიციას უკანაბრუნებს პაშინიანი. ხო და შესაძლებელია რომ ამას მართლაც ომი მოყვეს სომხეთში. ახლა მაგალითად ქართული ოსების მომხრე იტყვია რომ აი ხო ხედავთ სწორია რომ თხილად უნდა იყო რუსეთთან და ევროკავშირთან ძალიან არ დაახლოვდე, თორე აგერ შეიძლება ომი მოყვეს სომხეთში. ვერავით არის ომი სომხეთში ვერ მოყვება და ვერაფერს სომხებს ვერ უზამენ. რაც შეიძლება რუსეთმა გააკეთონ, გამოიყენონ ეს ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები, მაგალითად შეუწყვიტონ გაზის მიწოდება, მაგრამ როგორც კი ამას გააკეთებენ, იმ წამსვე პრაქტიკულად გაზს მიიღებს აზერბაიჯანიდან სომხეთი
ამის თაობაზე უკვე სხვათა შორის კონტაქტებიც არის და თუ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს იღებს, გაზს რატო ვერ მიიღებს და სხვათა შორის სომხეთს კიდე ერთი დიდი უპირატესობა აქვს. მას აქვს გაზსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მომარაგებას მთელი სომხეთის 3 თვის განმავლობაში. ამიტომ მანევრის საშუალება აქვს სომხეთს ამ თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთი იგივე შეცდომას დაუშვებს ამ შემთხვევაში, რაც დაუშვა ევროპასთან, იმიტომ რომ შანტაჟის ინსტრუმენტი არის მანამდე შანტაჟის ინსტრუმენტი, ვიდრე მას გამოიყენებ. როგორც კი გამოიყენებ, ის ხელიდან გეცნება. და რაც დაემართა ევროპასთან, ის დაემართება ახლა სომხეთთან, იმიტომ რომ დაკარგავს ამ გავლენის საშუალებებს და სრულიად გავა ეკონომიკური ზეგავლენის სფეროდან რუსეთის სომხეთი ამასთან დაკავშირებით და იმის ფონზე თუ გაიხსნა მისი საზღვრების სრულიად რეალისტურია ეს დიპლომატიური ურთიერთობები უკვე წელს ბაქოსთან და ანკარასთან და საზღვრების გახსნა, მაშინ ნიკოლ ფაშინიანის ეს იდეა სომხური მშვიდობიანი გზაჯვარედინის თაობაზე, ცნობა ბაზრებთან, სტაბილურობა, ინტეგრაცია ეს იმდენ გაქანებას მისცემს სომხეთს, რომ არ გაუჭირდება სრულიადაც რუსეთიდან თავის დაღწევა, მათ შორის ეკონომიკა. ეს ასე ვთქვათ, განცხადება პუტინის ალბათ უფრო იყო სომხეთში მოსავლელ არჩევნებზე გათვლილი, რომ ანუ უფრო ის სომეხ ხალხს აშინებდა, რომ ფაშინიანი აღარ აირჩიონ. ნახოთ რა შედეგი იქნება. არ ესმის, აი ბატონო მერაბ, მაგაშია მთელი საქმე. თუ ეხლა ის იკვებება ინფორმაციით და მიდგომებით, რომელსაც მას უზიარებენ ქალბატონი მარგარიტა სიმონიანი და ბატონი ანდრონიკ მიგრანიანი, მაშინ გასაგებია ასე რატო იქცევა, მაგრამ სომხეთის საზოგადოება სხვა არის ეხლა. სომხებმა კარგად დაინახეს, რომ სტაბილურობა, სამშვიდობო მოლაპარაკებები, მშვიდობა, უსაფრთხოება, მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, საზღვრების გახსნა და ვაჭრობა ეს არის გარანტია სინამდვილეში მათი უსაფრთხოების და კეთილდღეობის და ეს ძალიან კარგად დაინახენ და ამიტომაც სრულიად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 7 ივნისს გაიმარჯვებს ნიკოლ პაშინიანის პოლიტიკური ძალა. ერთი კითხვაა ჩემთვის, იქნება ეს უბრალო უმრავლესობა თუ კონსტიტუციური. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვალერი ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობდით თემაზე, მოხდება თუ არა საქართველოს ხელისუფლების და უკრაინის ხელისუფლების დაახლოება. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მოლდოვაში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ბოჭორიშვილს. ნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამ ყველაფერს, მაგა ბოჭორიშვილს უფრო სწორად. მე გემშვიდობებით, ხვალამდე ხვალ 7:09 შეხვდებით ერთმანეთს.